შინდისის გმირების ბრძოლიდან 17 წელი გავიდა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინდისის რკინიგზის სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეულსა და რუსულ მოტომსროლელ ასეულს შორის უთანასწორო ბრძოლა გაიმართა, სადაც რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად ქართულმა ოცეულმა მტერს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია და დიდი დანაკარგიც მიაყენა. მოვლენები გორის მუნიციპალიტეტში 2008 წლის 11 აგვისტოს განვითარდა. უთანასწორო ბრძოლაში 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. დილიდან ხალხის ნაკადი არწყდებოდა შინდისის მემორიალთან. დაღუპულ გმირებს ოჯახის წევრები, თანამებრძოლები და მოქალაქეები იხსენებდნენ. ეს მწარე დღეები რაც იყო, ეს ცუდი დღეები, არის როგორ უყურებთ. აი ყველა 11 და ყველა ეს აგვისტოს თვე ჩემთვის ძალიან რთული და დამამძიმებელი არის. ეს მოხსენება როშველის როგორ ვესაუბრე, როგორ იყო ის დღეები და დღეს არის დედა ვაფხას მაინც მინდა რომ მივიხსენიო და მევიგო. მინდა ცოცხალი გმირები რო გეზარდოს, არ მინდა გარდაცვლილი გმირები. ეგენი გარდაცვლილები არ არიან, მაგრამ ჩემს ახლა წვენეს არა ვარ ახლა წვენა რო არ თქვა. მაგრამ ცოცხლები არიან და ჩვენ ვიკითხავთ არა, ეგენი კარგად არიან ერთში. არის ძალიან კარგია რაც ხდება ეს მომავლისთვის ჩვენთვის და თქვენსაც დიდი მადლობელი ვარ რომ ამ გამოშვებას აკეთებთ, ხარს ანახეთ და სულიერს ანახეთ, რომ საქართველოს გმირები ყავს და იქნება კიდევაც ეყოლებიან გმირები. ჩვენ ყველა ქართველის ვალია რომ მუხლი მოვიხაროთ ჩვენი გმირების წინაშე. მე თვითონაც სამაჩაბლოდან ვარ და ვიცი რაოდენ მძიმე და რთულია და ომი. დავკარგეთ ღვთის კურთხეული მიწა და ამ ბაშკაცებმა, ამ გმირებმა ჩვენთვის, თითოეულ ჩვენთაგანისთვის შესწირეს თავი. მათი სურვილი იყო, რომ საქართველო უნდა ყოფილიყო თლიანი, ტერიტორიულად ერთიანი და ძლიერი. ჩვენ ამას შევძლებთ, თუ ჩვენ ქართველები ერთად ვიქნებით, მათ მიზანს შევასრულებთ. ახალგაზრდა რომ იმ იდეით აღიზარდოს, იმიტომ მოვედი, დაინახოთ პატარა რომ ქართველი ხალხი გმირია. და ისე უნდა გააკეთონ და აღიზარდონ იმ იდეით. ამიტომ ვარ ჩვენ აქ და პატივი მივაგეთ დაღუპულებს. საქართველოს ისტორიაში 11 აგვისტო ტრაგიკულია ვითომ, მაგრამ მისი სულის ქართული სულის გამოვლენებაა. ქართული სული იარსებებს და იქნება. გმირები მუდამ იქნება, ისინი ფიზიკურად არ არიან, მაგრამ მათ სახელი და დიდება მოუტანეს ქართველებს. მეგობრობის გულს აქ დამიღუპონ, თხნევაში ვცხოვრობდი 2008 წელს. ომის დროს 8 აგვისტოს შვიდში შევედი და 13 დამთავრდა ომი. მეგობრების გულს ჩამოვედი. ეს ნანა გმირები, ერთადიანი ბიჭებია. ჩვენც გმირები ვართ, მეცოცხლები. ეს ბიჭები აგია. ყველა გმირები არიან, ვინც იბრძოდა. და გმირები იძებიან საქართველოში.